Привет, როგორ ხართ? დღეს მივდივართ იაპონურ საკონდიტრო მაღაზიაში. ნამცხვრის შესახებად. მე გეტყვით რა ღირს ისეთი ნამცხვარი დაახლოებით. არის დაბადების დღის ნამცხვარი. და წინასწარ გეტყვით, რომ იაპონური საკონდიტრო მაღაზიები რადიკალურად განსხვავდება ჩვენი ქართული მაღაზიებისგან, იმიტომ რომ იაპონიაში ძირითად შემთხვევაში იყიდება პატარა ტორტები და არ სარგებლობს დიდი ტორტები პოპულარობით. წავიდეთ, განახებთ რა ხდება მაღაზიაში თვითონ, როგორი სიტუაცია და რა ვიცი, მოგონი საინტერესო იქნება, ხო? ძალიან მოჟამული ამინდია, მთელი ღამე წვიმდა. დღესაც ძალიან ცივა, გუშინ იყო თოვლი. ძალიან თოვდა. ხო და წავიდეთ და მივხვდით. ცოტა ადრე მომივიდა მოსვლა. ანუ ზოგადად შეკვეთა მაქვს 12 საათზე მიცემული, მაგრამ 10 საათია ახლა და სადაც ნამცხვარს ამზადებენ არის სხვაგან და დილით მოაქვთ ხოლმე მოკლედ. ხო და რისი თქმა მინდოდა? ეთა ზაიმას. მობრძანდიო გავაღეთო. ხო და რისი თქმა მინდოდა, რატო ყიდულობენ ესეთ პატარა ნამცხრებს? მე ვიყიდე 15 სანტიმეტრიანი და ეს არის ჩვეულებრივი ზომა დაახლოებით არის აი ამ ხელა ნამცხვარი. არის 4 ნაჭრიანი, 4 ნაჭრიანი. და ჩვენთან მაგალითად მე როგორც მახსოვს, დედაჩემის არ მამაჩემის ან ჩემი დაბადების დღე რომც იყო ხოლმე გროვდებოდა 3-4 ტორტი და ვჭამდით ხოლმე ერთად, მე ვანაწილებდით მეზობლებში, სტუმარი თუ მოდიოდა პირველი რაც გამოდიოდა ხოლმე იყო ტორტი. იაპონიაში დესერტი რაც უფრო შეჭმადია და დამთავრებადია, მით უფრო ის რა ქვია კარგი აქ ესე გამოიხატება. ეხლა გავხსნით ჩემ ყუთს რაღაცა მომევიდა. კი და ვიცი რაც დევს შიგნით. ეს არის საჩუქარი. ტაბლეტი, Galaxy-ის ტაბლეტი. ამას ხა შევფუთა ვიყიდე. შესაფუთი ქაღალდები, მანქანაში უნდა შევფუთო. ვიყიდე შესაფუთი პარკი. ინსტიტუტელი და ვიმედოვნე რომ ყველაფერი ჩაეტევა, ყველაფერი კარგად იქნება. მოკლედ როგორ გაჩევფუთე, უგენ ძალიან საყვარელია, ხო? ეს სამეს ჩავაბუნძულოთ. მე მგონი ჩავ. ეს ლამაზად ჩავიდა, ეხლა მას მოვანწიკავ. ჯერ ნამცხვრის მოსატანით არ შევსუვარ. სამჯერ დამიზახა იმ კაცმა წერან რა იყო გამოსული ეს. წერან რა იყო გამოსული და ეხლა შევალ გადავიხდი ფულს დაახლოებით $30 უნდა გადავიხადო. ეს ღირს 15 სანტიმეტრიანი დაბადების დღის ნამცხვარი ზოგადად. ეს როგორი ყურივით მოხდა, ხო? ჩვენი საჩუქარი გამოვიდა, მაგრამ საღამომდე უნდა მოვიცადოთ, სანამ გადავცემთ მე პატრონეს და დავაბრუნებ ისევ აი ამ Amazon-ის ყუთში. ქვია ლუვი და შავიდეთ. არასახარბიელო რაღაც დაგვემართა, ესე იგი შეკვეთა თურმე არა 12 საათზე, არამედ 2 საათზე მქონია მიცემული და ესე მითხრეს, რომ ისა რა ქვია, ანუ მთავარ ადგილას სადაც აცხობენ, იქ ნამცხვარი არისო დამზადებული უკვე და წანიო იქაიღეო, ან მონიო პირველ საათზე უნდა ანქაიღეო, ხო და მე აღარ მაქვს ამ პირველ საათზე დრო, თუ 2-ზე თუ 3-ზე როცა მივჟავშნე. და მე შევდა და მოვახციე თან ისა რა ქვია, საწავე ჩავასხი. ახლა შევიდეს და ნახოთ ეს არის ყველაზე დიდი აი ამ ლუის ქსელის მაღაზიებში, საკონდიტრო მაღაზიებში ყველაზე დიდი. ნახეთ რა პატარა ნამცხრებია, ძალიან პატარა ნამცხრებია. ახლა ეს არის 11 სანტიმეტრიანი შავი. ეს არის იაპონური ტკბილეულობა, რომელსაც ქვია ვაგაში. ვა ეს არის იაპონური სტილის, გაში ეს ნიშნავს ტკბილეულს. ნახეთ რა საყვარლებია. ავიღე ნამცხვარი. აი ესეთ პარკშია, არის 15 სანტიმეტრიანი. წავედით სახში. და მადლობა რომ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. ბაი.